ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით დილამშვიდობისა ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუმარი იქნება ლევან ჯიქია ისტორიკოსი და ჩვენ ვისაუბრებთ ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებების შესახებ. აქვე სანამ ბატონ ლევანთან გადავალ კითხვით გეტყვით რომ საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივში ინახება ღამბაშიძე ნიკოლაძეების 2500-ზე მეტი ერთეული უნიკალური ფოტოკოლექცია და კოლექციაში წარმოდგენილი არის ვახტანგ ღამბაშიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სწორედ მან შემოინახა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის ვიზუალური მეხსიერება. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებები სახელწოდებით ჩემი თავგადასავალი და მის მიერ გადაღებული ფოტოები ერთ წიგნად გამოცემულიყო, მაგრამ მოგვიანებით ვიზუალური და წერილობითი მასალის სიდიდის გამო მოგონებები გამოიცა ცალკე წიგნად. სწორედ ამ მოგონებებზე გვექნება ჩვენ დღეს საუბარი. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. და პირველ რიგში, სანამ უშუალოდ მოგონებებსა და მის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, ვინ იყო ვახტანგ ღამბაშიძე. ვახტანგ ღამბაშიძე გახლდათ ცნობილი ექიმი, მან იმ პერიოდის საქართველოში არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. აქვე ჩვენს რადიო მსმენელს ვუთხრათ, რომ ის ასევე გახლდათ გივი ღამბაშიძის მამა, გივი ღამბაშიძეზე ჩვენ წინა გადაცემაში გვქონდა საუბარი, რომელიც რუსეთ-საქართველოს 1921 წლის 1 მარტის ომში მოხალისედ იყო. შემდეგ მას მოუწია საქართველოს დატოვება და სხვათა შორის ვახტანგ ღამბაშიძის მთელმა ოჯახმა დატოვა საქართველო. ისინი ჯერ გადავიდნენ თურქეთში, აქედან კი საფრანგეთში და ისინი ისევე როგორც ალბათ ბევრი ემიგრანტი ფიქრობდნენ, რომ მათი სამშობლოდან გამგზავრება დროებით იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა და მათ მოუწიათ მუდმივად ემიგრაციაში ყოფნა და ის ძალიან განიცდიდა თავისი შვილის ტრაგიკულ აღსასრულს. თქვენ იცით, რომ გივი ღამბაშიძემ თავი მოიკლა 1928 წელს 28 წლის ასაკში. ის ძალიან განიცდიდა საქართველოსთან წასვლას. რუსეთ-საქართველოს ომმა მას ძალიან დიდი დაღი დაასვა და ამის გამო მიიღო მან სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება და ერთადერთი ვაჟი ის ჰყავდა. გარდა გივისა მას ჰყავდა ასევე 3 ქალიშვილი. თუმცა ძალიან განცდიდა და ეს მოგონებებშიც გარკვეულწილად ასახულია თავისი ვაჟის ტრაგიკულ აღსასრულს და სხვათა შორის უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელს, რომ მან თავისი მოგონებები მიუძღვნა როგორც გარდაცვლილი მშობლებს, ასევე თავის მეუღლეს ვანდას, თავის ტრაგიკულად გარდაცვლილ ვაჟიშვილს და თავის 3 ქალიშვილს. მაგრამ ძალიან მცირე დოზით არის აი ამ პერიოდზე მისი ცხოვრების ამ პერიოდზე საუბარი მოგონებებში, ესეც უთხრათ ჩვენ მსმენელებს. სხვათა შორის 1918-1921 წლებში, როდესაც არსებობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ამ ახლად არსებულ ახლად შობილ სახელმწიფოსთან მას საკმაოდ მჭიდრო აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა. ის სხვადასხვა დელეგაციებში მონაწილეობას ღებულობდა, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ამიერკავკასიის სეიმის მეშვეობით წარმოებულ მოლაპარაკებებში თურქებთან, ეს იყო ტრაპიზონი, ეს იყო სტამბული, შემდეგში ბათუმი. გარდა ამისა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, თქვენ იცით, დელეგაცია გააგზავნა პარიზში 1919 წელს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო და დე-იურე აღიარების საკითხი უნდა დაეყენებინათ დიდი სახელმწიფოების წინაშე და ამ დელეგაციის შემადგენლობაშიც ის იყო და როგორც ამ მოგონებებშიც აქვს მას აღნიშნული, აი ამ თავის ამ მიმართულებით მოღვაწეობაზე, დელეგაციებში მის საქმიანობაზე მას ცალკე თავი უნდა დაეწერა, თუმცა სამწუხაროდ ამ მოგონებებში ეს თავი არ არის და როგორც ჩანს მან ვერ მოასწრო ცალკე თავი მიეცმა ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ასე რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც რაც შეეხება დიდი დოზით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამწუხაროდ მოგონებებში ის შესული არ არის. თუმცა წინა სიტყვაობაში განმარტებაში ნათქვამი არის, რომ ჩემი თავგადასავალი 1940-იან წლებში დაიწერა და 1956 წელს მოგონებების ნაწილი პარიზში ქართული მწერლობის მოყვარულთა წრეში იქნა წაკითხული და აქვე თავად ავტორი თავის
მოგონებებზე ამბობს, რომ დიდი ხანია განზრახული მქონდა ჩემი თავგადასავლის დაწერა და უკვე სტუდენტობის დროის ვაწარმოებდი ერთგვარ მუშაობას, მაგრამ ძნელი იყო გულწრფელად ყველაფრის დაწერა და ქახალზე გამოსახვა და ამასთან საშიში იყო, რომ მტერს არ ჩავარდნოდა ის ხელში. დიახ, ზუსტად ასე იყო, მან რამდენჯერმე გარკვეული მოგონებების წარმოება დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, პირველად, როდესაც ის იყო მცირეწლოვანი, მაშინ გარკვეული ჩანაწერები გააკეთა, თუმცა როდესაც ჟანდარმერიის წარმომადგენლები მოვიდნენ მათ სახლში და გაჩხრიკეს, დედამისმა იმის შიშით, რომ ხელში არ ჩავარდნოდა ჟანდარმერიას ვახტანგის ეს დღიურები სარდაფში დამალა, თუმცა იქ წყალი ჩასულა და ესე განადგურდა. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როდესაც თქვენს ვერ ნახსენებთ ფილმში, როდესაც სანატორი დაარსა, იქ ქონია დღიურები, მაგრამ 1918 წელს გაბოლშევიკებულმა რაზმებმა, როდესაც დაარღვიეს მისი ეს სანატორიუმი, იქ ციგნებიც დაიკარგა და მათ შორის მისი დღიურიც და მერე მოგვიანებით სწორედ ემიგრაციაში იწყებს ხელახლა ის დღიურზე მუშაობას, აკეთებდა გარკვეულ ჩანაწერებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იწყებს ამაზე ის მუშაობას, მის ცალკეულ თავებს იქ პარიზში ქართველებს უკითხავდა და ბოლო ჩანაწერები მას გაკეთებულია 1959 წელს, ანუ გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, მაინც რო ყოფილი ეს მოგონებები არ არის, რადგან ბევრი რაღაცის დაწერა, როგორც ჩანს, მან მაინც ვერ მოასწრო. ბატონ ლევანი, საინტერესო მასალა არის მკვლევარებისათვის და აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მრავალმხრივი პიროვნება იყო ვახტანგ ხანბაშიძე, ის იყო პროფესიით ექიმი, როგორც უკვე ვთქვით და მაგალითად 1902 წლიდან გაზეთ ნობის ფურცელში ჩნდება სარეკლამო განცხადებები მოცემული ექიმის მუშაობის საათები, ხო და თბილისის მისამართი და ის არ იყო მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმი და ასევე წერდა სამედიცინო განათლების პოპულარიზაციის მიზნით სტატიებსაც და გამოსცემდა წიგნებსა და ჟურნალებს. ჟურნალს ქართული სამკურნალო ფურცელი, ანუ ამ მიმართულებითაც მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შრომები. დიახ, სანამ ის ექიმი გახდებოდა, მან საკმაოდ ხანგრძლივი გზა განლო, უთხრა ჩვენს რადიომსმენელს, რომ ის 1972 წელს დაიბადა ზესტაფონში, მან პირველ დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო. სხვათაშორის ის მეგონებებში აღწერს, როგორი მანკიერი მეთოდები იყო დანერგილი, სადაც მოსწავლეებს ეუბნებოდნენ, რომ თუნდაც გაკვეთილებს შორის შესვენების პერიოდშიც ქართულად არ ესაუბრათ და ამისთვის მათ ჰქონდათ ასეთი რამ მოგონილი, სპეციალური მარკა ჰქონდა, რომელიც ერთ მოსწავლეს ჰქონდა ჩაბარებული, გვარად გამრეკელი გახდა თურმე ეს მოსწავლე და თუ ვინმე ქართულად დაილაპარაკებდა, ეს მოსწავლე მივარდებოდა და ხელში ამ მარკას შეაჩეჩებდაო და მოსწავლე უნდა ცდილიყო, რომ სანამ გაკვეთილები დამთავრდებოდა, სხვისთვის გადაეცა ეს მარკა, თორემ ბოლოს, როდესაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ დამრიგებელი შეამოწმებდა მოსწავლეებს და ვისაც აღმოაჩნდებოდა ეს მარკა, მას ტოვებდნენ უსადილოდ და ვახტანგ ხანბაშიძე ჯერის დადგა, მან როდესაც ქართულად დაილაპარაკა, მოვარდა ეს მოსწავლე მასთან და შეაჩეჩა ხელში ეს მარკა, თუმცა ვახტანგმა ჯიბეში ჩაიდო და გაკვეთილების დასრულებამდე არ ამოუღია. ჩემთან მოვიდაო ეს მოსწავლე და მითხრაო, რომ რატო არ გინდაო, რომ სხვას მისცეო ეს მარკაო, თუმცა ამისთვის ყურადღება ვახტანგს არ მიუქცევია და მიუხედავად იმისა, რომ ის უსადილოდ დარჩა, მომდევნო დღეებშიც იგივე აკეთებდა და პირიქით ეუბნებოდა მოსწავლეებს, განსაკუთრებით სოფლიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, რომ ნუ გეშინიათ ილაპარაკეთ ქართულად, მარკა აგერ მე მაქვს და მას არავის არ მივცემო. აი ქალაქიდან ჩამოსული ბავშვები უფრო რუსულად ლაპარაკობდნენო და აი ეს სამწუხარო რეალობა იყო მაშინდელო სკოლაში შექმნილი და მან პროგიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის გიმნაზიაში მეხუთე კლასში დაასვეს და აქაც ისაუბრებს, რა თქმა უნდა, აქაც რუსულ ენაზე მიმდინარეობდა სწავლება და სტოიანოვი ყოფილა ამ სკოლის დირექტორი, რომელიც ასევე ისტორიის მასწავლებელი იყო და მას ჰქონია ესეთი მეთოდი, რომ როდესაც რომელიმე ქართველი მოსწავლე რაიმეს გამოიძახებდა ან ჩაიბოწყონებდა თავისთვის, მას შეურაცხყოფას აყენებდა და ერთხელაც ესე მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მკვდარ ყოფილა რიმე ლაპარაკა, რომელსაც თურმე ძალიან არ უყვარდა ეს მასწავლებელი და რაღაცა თავისთვის ჩაილაპარაკაო, მან უთხრაო, რას ბურთყუნებო იქო შენთვისო,
რუსების დახმარებით დიდი ხანი არ არისო თქვენი წინაპრები ველურობის პერიოდიდან გამოვიდნენ და ამაზე რუსმა მოსწავლეებმა სიცილი დაიწყეს და ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ეს რუსი მოსწავლეები რომ არ დაეცინათ ჩვენთვისო თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევდნენ და როგორც კი გაკვეთილი დასრულდაო და ეს მოსწავლებელი გავიდაო კლასიდან ჩვენ ჩავკეტეთო ოთახიდან ამის გამო სილა გავაწანითო ამ რუს მოსწავლეებს და ამის შემდეგ შეწყვეტესო მათ ასეთი საქციელი. ანუ ასეთი ძალიან მანკიერი პრაქტიკა არსებობდა იმ პერიოდის სამწუხაროდ სკოლებში, თუმცა ქართულის მიმართ დამოკიდებულებას ის სხვაგანაც გრძნობდა, მაგალითად, როდესაც სასწავლებლად წავიდა რუსეთში და იქ ნახა ქართველი სტუდენტები, ის აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ეს ქართული სტუდენტებიც ქართულად არ ლაპარაკობდნენო, ქართულად საუბარი რაღაც ჩამორჩენილობის მაჩვენებლად მიიჩნეოდაო და მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობდა ქართულთა სათვისტომო, რომელშიც ვახტანგ ღამბაშიძეც გააწევრიანეს, ამ სათვისტომოს სხდომების ოქმების წარმოება და თვითონ სხდომების სამწუხაროდ რუსულად მიმდინარეობდაო. მოგვიანებით ის თავისი სურვილით მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავიდა, რათა ხელნაწერებზე ემუშავა და სხვათა შორის ამაში მას ძალიან დიდი დახმარება ალექსანდრე ცაგარელმა გაუწია. პეტერბურგის ბიბლიოთეკის ხელნაწერების განყოფილებაში შეუშვეს, სადაც ის მუშაობდა სხვადასხვა ხელნაწერებზე, მათ შორის ივანე ბატონიშვილის ხელნაწერებზე. მისი მიზანი იყო, რომ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია შეექმნა, რომელიც გაუადვილებდა მეცნიერებს, მკვლევარებს მუშაობას და ის ასევე აღნიშნავს, რომ პეტერბურგში მე შევხვდიო ქართულ სტუდენტებს, არჩილ ჯორჯაძეს, ზურაბ ავალიშვილს, ლუარსა ბანდონიკაშვილს, სამი ძალიან მომავალში ცნობილი მეცნიერები გახდნენ და არჩილ ჯორჯაძე მითხრა ომეს სხვათა შორის, რომ შენთან საუბარი ალბათ გაგვიჭირდებაო, რადგან ჩვენო კარგად არ ვიცითო ქართულია. ამაზე მე მივუღიო, რომ არა უშავს მე ქართულად დაგელაპარაკებთ, თქვენ კი რუსულად მიპასუხეთო. არჩილ ჯორჯაძე მითხრა, რომ შენზე ამბობენ, რომ რუსებსაც კი ქართულად ელაპარაკებაო და ამაზე მე მივუღიო, რომ ქართულს რუსულის დახმარება არ ჭირდება და ქართულის ეს მდგომარეობა გამოწვეულია იქით, რომ ქართულს არ აქვს დაფასება ქართულ სკოლებში და ეს ნამდვილად ასე იყო. ასე რომ ის მუდმივად მოსწავლეობის პერიოდიდან დაწყებული მოგვიანო პერიოდშიც ქართული ენის აი ამ უფლებო მდგომარეობის გამოსწორებისთვის ზრუნავს. მან როგორც კი დაამთავრა რუსეთში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა ის მოსკოვის საიმპერატორო სამედიცინო უნივერსიტეტში, მან ის სწავლა გააგრძელა პარიზში, 2 წლით სწავლობდა იქ სამედიცინო განხრით და აი ამის შემდეგ ჩამოდის ის საქართველოში და პირველ ეტაპზე მუშაობას იწყებს ზესტაფონში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცნობის პროცესის ცნება, განცხადებები სადაც აღნიშნული იყო მისი სამუშაო საათების შესახებ, თუმცა იმ პერიოდში ტრანსპორტი იმდენად მოწესრიგებული არ იყო, ამიტომაც უჭირდათ ავადმყოფებს ექიმთან მისვლა და ასეთ შემთხვევაში თვითონ თურმე დადიოდა პაციენტების ოჯახში და იქ მკურნალობდა. და ამის შემდეგ მიიღო მან გადაწყვეტილება თემში დაერსებინა სანატორიუმი, რომელიც განკუთვნილი იყო ტუბერკულოზით დაავადებული მოზარდებისთვის და აქ მან განერგა ის მეთოდები, რომლითაც ევროპაში წამყვანი მეცნიერები სარგებლობდნენ. ამ სანატორიუმში სხვათა შორის მასთან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ჩამოდიოდა და სხვათა შორის მოგონებებში აღნიშნავს, რომ აკაკი წერეთელი ხშირი სტუმარი ყოფილა მათი ოჯახის, მამამისთან დავითთან მეგობრობდა, პარიზის ოთხრად რადიონს ვლენავს, რომ მამამისი დავითი იყო სასულიერო პირი, საფრთხეში უსასწავლიდა ის ზესტაფონში და გარდა ამისა ჟურნალ წყენსის გამომცემელი იყო და მასთან მეგობრობდა აკაკი წერეთელი, რომელიც ხშირად მათ ოჯახში იმყოფებოდა და როგორც ვახტანგი აღნიშნავს თავის მოგონებებში, ახლად დაწერილ ლექსო პირველი ჩვენ გიგიხავდა ხოლმე როგორც ასეთი აკაკი წერეთელი, რომელიც ასევე იყო ვახტანგ ღამბაშიძის ქალიშვილის მედიას ნათლია. თვითონაც აღნიშნავს, რომ თავის ქალიშვილს ეს სახელი მედია შეურჩია აკაკი წერეთლის ერთი ლექსის მედიას მიხედვით. ასევე სანატორიუმში მასთან სხვა ცნობილი ადამიანებიც დადიოდნენ ხოლმე დასასვენებლად, პავლე ინგოროყვა იქნებოდა ეს უკოლი ბერიძე, დიმიტრი არაყიშვილი, იაკობ ნიკოლაძე თუ სხვები და ძალიან წყდება გული მას, რომ ეს სანატორიუმი დარბის 1918 წელს გაბოლშევიკებულმა რაზმებმა დაიტაცეს იქ, რაც იყო
ყველაფერი და ამის შემდეგ ამ სანატორიუმმა როგორც ესეთი არსებობა შეწყვეტა. ბატონო ლევან და აქვე ვთქვათ უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ რომ ის იყო მოყვარული ფოტოგრაფი და მან დაარსა ამ სანატორიუმში ფოტოგრაფიის ოთახიც, ფოტოგრაფიული ოთახიც, ხო? დიახ, ძალიან ყოფილა გატაცებული ის ფოტოგრაფიით და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფოტოგრაფიის ოთახიც კი შეუქმნია და იქ ბავშვებს ამ ხელოვნებას ასწავლიდა თურმე. გარდა ამისა, თქვენ აღნიშნეთ, როგორი მდიდარი ფოტოკოლექცია ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში. აქ არის სხვათაშორის მის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს სხვადასხვა ღონისძიებებს ასახავს, თუნდაც მოცეკვავეთა გუნდ შევარდენის გამოსვლას ვაკის პარკში, რომელიც ფოტოზე არის აქვეშდელი მისი გადაღებული არის. გარდა ამისა, იმიგრაციაში წაგრძელებდა ის ამ მიმართულებით მუშაობას და მისი გადაღებულია თუნდაც ქაკუცა ჩოლოყაშვილის ფოტო, რომელიც ქაკუცას გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ არის გადაღებული. გარდა ამისა, მან გადაიღო ფოტო ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის ნინო პოლტარაცკაიას გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ და ასევე სამგლოვიარო პროცესიაზე, როდესაც იმყოფებოდნენ იქ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლები, ეს სწორედ მის მიერ არის გადაღებული, ასე რომ ვინც დაინტერესდება მისი აი ამ ფოტოკოლექციით, შეუძლია ძალიან ბევრ საინტერესო ეპიზოდს წააწყდეს. ბატონო ლევან, ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ჩვენი დღევანდელი საუბარი, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის მოგონებების არსებობა და რა დამატებით ინფორმაციას იძლევა ის თქვენ როგორც ისტორიკოსმა აი ამ კუთხით რომ შეხედოთ. თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ თვითონ ისიც აღნიშნავს ამ მოგონებების წერის მიზანს, რომ სამწუხაროდ დღესაც ის ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა საქართველოს კარი დახშული იყო სამწუხაროდ ბევრი ადამიანისთვის და გარდა ამისა საქართველოში მცხოვრები ადამიანი მაშინ ბევრი სიმართლეს ვერ ფლობდა. ამიტომაც ამ მოგონებებში უნდა ასახულიყო ის სიმართლე, რომელიც მან თავისი თვალით იხილა და სწორედ ეს მოგონებებში აისახა. ასე რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მოგონებები უნდა გადავალმოწმოთ სხვადასხვა წყაროებით, იმიტომ რომ შეიძლება ის სუბიექტური იყოს, თუმცა აი ამ გადამოწმების შემდეგ ჩვენ თვალმათურს ვუნდებით, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ის სრულ სიმართლეს ამბობს და არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი თავის შეფასებებში. ასევე აქ მისი ემოციებიც არის გადმოცემული, თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე, როდესაც ის საუბრობს სხვათაშორის 1918 წლის 26 იანვარს ძველი სტილით, როდესაც გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის ესწრებოდა ამ პროცესს და ის გადმოგცემს თუნდაც უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის სიტყვას იმ დამოკიდებულებას, რომელიც იქ მყოფ საზოგადოებაში არსებობდა, ასევე ის გადმოგცემს თუ როგორი აღფრთოვანებული და გაცისკროვნებული იყო ივანე ჯავახიშვილი ამ დიდი ამბით და მის თანამდებობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მან მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იყო ამ უნივერსიტეტის გახსნის ინიციატორი და დევირამ მან გააკეთა პირველი რექტორობა სწორედ პეტრე მელიქიშვილს დაუთმოდა, ის ამბობს, რომ თითქოს და საღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებოდაო ქართული საზოგადოება იმ დღეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო შეკრებილი. ასე რომ გარდა უტყუარი ჭეშმარიტებისა, რომელიც გადმოცემული არის ამ მოგონებებში, არის უხვად სხვადასხვა ემოციები. რაც მნიშვნელოვანია თვითონ განიცდიდა ან ის ემოციები, რომელსაც იმ პერიოდში მოღვაწე სხვადასხვა ცნობილი ადამიანები განიცდიდა და ამ თვალსაზრისითაც ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თხრობისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისათვის და მოდით დავასრულოთ თავად ვახტანგ გამბაჩიძის სიტყვებით და აქვე უთხრა ჩვენს მენელებს, რომ ეს წიგნი, ეს მოგონებები ხელმისაწვდომი არის ფართო საზოგადოებისათვის და ვახტანგ გამბაჩიძე ასე მიმართავს თავის მკითხველს, რომ ნუ წაიკითხავთ ამ ხელნაწერს თუ მათ გულსამშობლოს სიყვარული ღრმად არ აქვს გამჯდარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან და შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ლევან ჯიქია ისტორიკოსი.